საღამოშიდობისა. დღევანდელი კონსულის წევრები არიან ბატონი ლევან ყიფიანი და ბატონი ნუგზარ კანდელაკი და ჩვენ ვისაუბრებთ სპორტზე. მაგრამ არა უბრალოდ სპორტზე, ან რამე ესე ვთქვათ, წარმატება ან წარუმატებლობაზე, რომელიმე კონკრეტულ შეჯიბრში ან ასპარეზობაში, არამედ სპორტზე, რომელიც შეიძლება უნდა იყოს სახელმწიფოს და ქვეყნის ნამდვილი ხერხემალი, მომავალი თაობის აღზრდის და ჯანსაღად ყოფნის ერთ-ერთი საფუძველი და კიდევ ის რომ ჩვენ არ ვიყოთ მხოლოდ ტურისტების, რომელსაც ასე ხელგაშლილი ველით, მხოლოდ ტურისტების მოსახურე პერსონალი და ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანი ისე როგორც ვიყავით საუკუნეების განმავლობაში და რამაც მოგვიტანა სულიერ სიჯანსაღესთან ერთად ფიზიკურმა სიჯანსაღებს. საღამოშიდობისა. ბატონებო და ეხლა მე მინდა რომ ესე ვთქვათ მე კითხვებს დაგისვამთ და თქვენ ვფიქრობ რომ თქვენი პასუხები ძალიან საინტერესო უნდა იყოს მაყურებლებისთვის, ვინაიდან მე დაახლოებით ვიცი რის შესახებაც იქნება ჩვენი საუბარი. ყველა აშკარად ხედავთ, რომ პოლიტიზირებულია სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფერო. ჯერა ჟიმეს თუ არ გჯერა, ფაქტი ესეა, რომ ყველა სკოლის დირექტორი ვალდებულია, რომ ყოველ შემთხვევაში აცხადებდეს, რომ მართლა პარტიას უჭერს ხარს და ძნელად რომ ვინმე მოინახოს, რომ ოპოზიციურ პარტიაშია. ესეთ შემთხვევები არ ხდება, ასევე მასწავლებელი, ასე ექიმი, ასევე ბიზნესმენთა უმრავლესობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სპორტში როგორ არის ლევან და კიდევ ერთი რამ მინდა კითხოს ან მას უპასუხებ, აი ესეთი წინადადება და მეტი ჩვენ ამას არ დაუბრუნდეთ არც მინის. როცა იქ საერთოდ რაღაც კონფლიქტი მოხდა იქ ოლიმპიადის შემდეგ იქ მინისტრსა და ჩვენს მოჭიდავეს შორის, მე მინისტრმა ესე გაამართლა ეს თავის აქციელი და ჩემთვის ძალიან ნიშანდობლი ფრაზა იყო, რომ თქვა რომ არავითარი კონფლიქტი არ იყო, იმიტომ რომ კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შუქანი ოლიმპიადაზე ვერ ხდებოდაო. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ეს არის ის წვეთი, რომელთაც ზღვა უნდა დავინახოთ თუ უბრალოდ წამოროშილი სიტყვებია? პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან გამიხარდა რომ მოგვიწვიეთ, იმიტომ რომ პირველად ვარ თქვენთან ეთერში. ბატონო კოსტა. რაც შეეხება იმ პრობლემას, რომ ყველაფერი პოლიტიზირებულია და ესე იგი სპორტზე მიმდინარეობს ეწოლა, ყველამ კარგად იცის, ყველამ კარგად დაინახა. რა თქმა უნდა, ეს გამონათქვამი სპორტის მინისტრს არაფრის დიდებით არ შეშვენის და არ უხდება ესეთი გამონათქვამები გააკეთოს, მით უმეტეს იგი არც მსვნელია და მას არ ეხება ნაკრებში იყოს თუ არ იყოს სპორტსმენი და ასე შემდეგ. ასეთი გამონათქვამები მხოლოდ ზიანს მიაყენებს და ესეც არის ზიანს აყენებს ასეთ შემთხვევაში საერთოდ სპორტის მნიშვნელობას და შედეგებს რა. თუ დავიწყებთ იმას თუ რა შედეგი მოყვა ამას, მე არ მინდა რომ ეს გამოვარო ჩვენ რაღაცნაირად კონკრეტულ სპორტის სახეობას ხო ვაფასებთ. რამდენად წვეთ საქართველოში მინისტრი სპორტსმენის კარიერისას? არ უნდა წვეთდეს და ჩვენ საუბრობდით, რომ არ უნდა წვეთდეს მინისტრი, რა თქმა უნდა, სპორტსმენის ბედს რა. მინისტრი არის მხოლოდ სახელმწიფოსგან დასმული ადამიანი, რომელიც პოლიტიკას უნდა ატარებდეს, კონკრეტულად სპორტის პოლიტიკას და კონკრეტული გეგმები უნდა დასახოს იმ შედეგის მისაღწევად, რასაც თქვა დასახავს ქვეყანა. ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტული გეგმები არსებობს, მაგრამ კონკრეტული გეგმები არ შეეფერება იმ რეალობას, რომელიც ჩვენთან არსებობს რა. ამიტომ აქედან გამომდინარე ის შედეგის სახეზეა, რომელიც ჩვენ სპორტში არის რა. და ყველაზე ნიშანდობლივი ფაქტი ის არის, რომ სპორტის პოლიტიზირება დაიწყო უკაცრავად ფედერაციების პოლიტიზირებით. კერძოდ ხდება სპორტული ფედერაციებისში არჩევა დანიშნა, ანუ არჩევა ბჭყალებში დანიშნა პირებისა, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილი მმართველი პარტიის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სპორტული შედეგები გადადის მეორე პლანზე და გადმოდის უკვე პარტიული რაღაც ინტერესები. ამიტომ ეს მე ვფიქრობ არის დანაშაული და რა თქმა უნდა ეს უნდა ადრე თუ გვიან მოიშალოს ქვეყანაში თუ ადრე ჯობია. ადრე ჯობს ადრე. ნუგზარ ფედერაციები ახსენა ლევანმა და ჩვენ ვიცით ის ფეხბურთის ფედერაციის ესე ვთქვათ გახმაურებული ის არჩევნები, რაც თელმა ქვეყანამ უყურეთ და რაც ასევე იყო ესე ვთქვათ ნიმუში და თვალსაჩინოება როგორ ცხოვრობთ ჩვენ და როგორ ტრიალებს საათი ხშირად ესე უკუღმა და ლევანმა ბევრი ისაუბრა თავის დროზე ამის შესახებ და ბევრი იყო ირაშო თუ შეიძლება კარგაგებით, მაგრამ არ იყო ამისი გამგები არავი და სხვა ფედერაციებში როგორ არის ესე
სხვა ფედერაციაში როგორი ხდება არჩევნები. ხა ფეხბურთი ყველამ ვიცით და მივიტანეთ გულთან ახლოს თითქოს, მაგრამ რა და სხვაგან რა ხდება მაგალითად, არ ვიცი, ხელბურთში. მოგესალმებით, ეს დიდი მადლობა მოწვევისთვის. სამწუხაროდ თქვენ ბრძანეთ, რომ დირექტორები, მასწავლებლები ახსენეთ, ეს პოლიტიკა შეეხო არა მარტო მასწავლებლებს, დირექტორებს, ასევე სპორტის სახეობებსაც. თქვენ ახსენეთ ფეხბურთთან დაკავშირებით, ეს მართლაც აუგუნარი მოხდა. 1 საათით იქნა არჩეული პრეზიდენტი და მე გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო მან განცხადება გააკეთა, რომ გადადგა, ასე ვთქვათ, ამ თანამდებობიდან. რაც შეეხება სპორტის სხვა ფედერაციებს, მე შემიძლია გითხრათ, რომ 90% დღეს ის სპორტის სახეობები, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია, 90% პრაქტიკულად არის პარტიული ნიშნით არჩეული და დანიშნული, ასე შეიძლება. ფედერაციების თავმჯდომარეები. ფედერაციები 90%. ნუ ეს ეხლა გვარები ჩამოთვლა, მე ვფიქრობ, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და ნახოს ამა თუ იმ სპორტული ფედერაციის პრეზიდენტები ვინ არიან. მათი უმრავლესობა კიდევ ვიმეორებ, გამონაკლისები არის საბედნიეროდ. მათი უმრავლესობა არიან პოლიტიკური ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პარტიის ლიდერები, წევრები, დეპუტატები, მათ შორის. დეპუტატები არიან, მაგრამ იმ სპორტთან ხოჭება დეპუტატი იყოს და იმ სპორტთან იყოს კავშირში. იმ სპორტთან უმრავლეს შემთხვევაში არანაირი კავშირი არ აქვს, სამწუხაროდ. თვითონ შეიძლება რომელიმე მათგანი ძალიან მონდომებულიც არის, სპორტის ესა თუ სახეობა რომელ ფედერაციას ის ხელმძღვანელობს რაღაცნაირად განვითარდეს, მაგრამ აქ არის სისტემურად უნდა მიუდგეთ, რა თვითონ სისტემა ისეთი, რომ ყველგან პოლიტიკამ არ შეიძლება იბატონოს, ყველგან პოლიტიკა არ შეიძლება იყოს ჩარეული, იმიტომ რომ სპორტი პროფესიონალების საქმეა, ვინც დაუშვათ ამითია დაკავებული წლების განმავლობაში, რაღაც შედეგები აქვს, მიღწევები აქვს. ასე რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. რა თუნდაც და ლევან შეცვიდა. რა თუნდაც ახლა ფედერაციის თავმჯდომარეობა ესე ვთქვა, რამე პრივილეგია, რამე ესე ვთქვა ჯილდოა, ახლა არაკლიათ თუ პროლტრო პოლიტიკური კონტროლი რო გაუწიოს ამ სფეროს. მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტურიაზე პოლიტიკური კონტროლთან დაკავშირებით არის ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ და კიდევ გავიმეორებ, პოლიტიკური კონტროლი ხდება ყველგან, ყველა სფეროში. ჩვენ და სამწუხაროდ. მე დავამატებდი, აქ მარტო პრეზიდენტებზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი აღმასკომის წევრებზეც, იმიტომ რომ აღმასკომები დაკომპლექტებულია ძირითადად იმ პიროვნებებით, რომლებიც ესე იგი ლოიალურად არიან განწყობილი კონკრეტული პარტიის მიმართ, მართველი პარტიის მიმართ ჩვენ შემთხვევაში. ან კიდევ ის პარლამენტარები არიან, რომლებიც საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ ამ სფეროსთან. ახლა მე მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, როცა თბილისის პოლიციის უფროსი იყო აღმასკომის წევრი, ფეხბურთის ფედერაციაში მინისტრია, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი. პოლიციის უფროსს კარგად იჭერდა, კარში ბაიცუიდგა. ხო, შეიძლება, მაგრამ ნუ არ მგონია რაღაცა სხვას უნდა იჭერს ესეთ ვიდრე ბურთს, ამიტომ ეს საქმე არის საქმე აქ კიდე პარლამენტის უკაცრავად სპორტის ხელმძღვანელი, პარლამენტის ქვეკომიტეტის სპორტის ხელმძღვანელი არ უნდა იყოს ფედერაციის აღმასკომში, არ უნდა იყოს ოლიმპიურ კომიტეტში ესეთი პირები, ანუ ყველაფერი არის პოლიტიზირებული. ანუ კომისიის როლს ასრულებს და არა ფედერაციის. ეს არის კომისარის როლი, ზუსტად ბრძანეთ თქვენ, სიტყვაში არჩიეთ და ეგრეც არის, იმიტომ რომ ეს უნდა დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტი საერთოდ საქართველოში როგორც ასეთი იქნება მარტო ფურცელზე და დღეს ესეა. ფურცელზეა ის შედეგები, რომლებიც იქნება და ის თითოეულა შედეგი მე არ მინდა დავაკლინო იგივე მსნელების თუ სპორტსმენების მიღწევები, რომლებიც ასეთ დროსაც აღწევენ წარმატებას და უზარი სიტყვებს გავიმეორებ, ახლა გამორჩა ეთყობა, სწორედ ის სახეობებია ყველაზე წარმატებული დღეს ჩვენთან, სადაც პოლიტიკური, ანუ ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრები არ არიან, ეს არის რეგბი და კალათბურთი, ხო? ყველაზე წარმატებული. არ გამოვყავი სპეციალური. მე გამოვყვა, იმიტომ რომ ეს არის ნიშანდობლივი, ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა, სახელებიც უნდა იცოდეს, გვარებიც იცოდეს. ამ შემთხვევაში, ესეთ სიტუაციაში უნდა ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, იმიტომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დარგი საერთოდ ჩვენ რისთვის გვინდა სპორტი, ხო? აი ამაზე ალბათ უფრო ხო, რო თქვა და ჩვენ კომისარი არ გაგახსენდა, ფილმებიდან და წიგნებიდან ვთქვით, რომ ფრონტზეც კი, სადაც კომისრები ერეოდნენ ფრონტის საქმეებშიც კი და არაცდიდან გენერლებს საქმის კეთებას, იქაც კი სუწარომატებლობა, ასე ვთქვათ, გარანტირებული ხონდა
რომელიც ვიღაც უჯდებოდა ეს სპიტარები, იმიტომ რომ როგორც წესი ამას აწუხებს პოლიტიკური დონე და არა ესე ვთქვა, იდეოლოგიური პოლიტიკური დონე აწუხებს და არა თავისთავად ესე ვთქვა შედეგები და მე მინდა ვკითხო ლევან, ეს თვითონ გარკვეულწილად იწვევდეს უნდა წესით ლოგიკურად პოლიტიკური ვიზაჩეწონა ეგრეთ წოდებულ მოლაპარაკებულ შედეგებს, ჩაწყობილ შედეგებს ვთქვა და ამდა სპორტსმენებზე ვთქვათ, აი იმ ტიპის დამოკიდებულება სახაბე გამიგია მაგალითად თავის დროზე რო იყო, რომ ვთქვათ მესხის წასვლა ფეხბურთიდან რაღაც წლებით ადრე გადაწყვიტა ვიღაც ჩინოვნიკმა. იქ საბჭოთა კავშირის სტილი იყო ხარლამოვი არ გაუშვეს კანადაში, იმიტომ რომ ვიღაც ჩინოვნიკება ჩათვალეს, რომ არა ეს კონფლიქტები იყო სულ. აქაც თუ არის აი ტიპის ეს. რა თქმა უნდა, ჩვენთან პირველ რიგში პოლიტიკური ნიშნით კონფლიქტები წარმოჩნდა და წამოვიდა წინა პლანზე რა. ამიტომ დღეს ჩვენთან რაც ჩანს, იგივე ევროპის ჩემპიონატებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებში ხო გამოიკვეთა რაღაც ზეწოლები, რომელიც ფსიქოლოგიურად რა თქმა უნდა მოქმედებს სპორტსმენებზე და ასეთ შემთხვევაში თქვათ წარმატების მიღწევის შანსი ნაკლებია, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად გრადი თუ არა ხარ სპორტსმენი, ყველანაირი უმაღლესი მიღწევა შეუძლებელია. მე მაგალითად თვალნათლივ დავინახე ბოლო ოლიმპიადაზე ის ფსიქოლოგიური ზეწოლის რაღაც მომენტები. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ეს უნდა იყოს ცნობილი რა, იმიტომ თითოეული შეძახილი, თითოეული სიტყვა თქმული არასწორად ფორმით იწვევს სპორტსმენში გაღიზიანებას, შინაგან გაღიზიანებას, რომელიც მასზე მოქმედებს რა და ამ შეჯიბრებაზე შენ თავისუფალი თუ არა ხარ, განთავისუფლებული ყველანაირი წრეხი ხო და თუ არა ხარ ორიენტირებული იმ შედეგზე, რომლისთვისაც შენ წლები მიუტვით, მიდიხარ ნაბიჯ, თვითოულ ენერგიას, ობზღვრი იმისთვის, რომ ეს შედეგი მიაღწიო და ვიღაც უკაცრავად კუჩიდან მოსულმა კაცმა ერთი შეძახილი თუ გინებით შეიძლება ეს ყველაფერი დაანგრიოს, აი ამაზეა ლაპარაკი, სწორედ რა. დღეს ესეთი რაღაცები ხდება საქართველოს ჩვენ დასაუბრეთ რა. ამაზე გავაგრძელოთ საუბარი რეკლამის შემდეგ, რეკლამა ჩვენს ეთერში. გრძელდება კონსილიუმი და კონსილიუმის წევრები არიან ლევან ყიფიანი და ნუგზარ კანდელაკი. ნუგზარ, ესეთი შეკითხვა მეკითხება შენთან, რომ კი სამინისტროს ქვია ჩვენთან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, მაგრამ რაზე არის ორიენტირებული ჩვენთან თვითონ სპორტის პოლიტიკა ამ წუთში რეალურად რაზე არის? აი ესე ვთქვათ, როგორ არის აქ ესე ვთქვათ, პროფესიონალურ სპორტზეა თუ ვთქვათ, აი ახალგაზრდობის როლი როგორ არის მოაზრებული ამ პოლიტიკაში, როგორ არის ბავშვთა აი საფეხბურთო, საკალათბურთო სკოლები იყო და კიდე სხვა ესე ვთქვათ სექციები და რა ღირს ეს ყველაფერი და რამდენად ხელმისაწვდომია ეს ბავშვისთვის და ჩვენ ანუ ჩვენ სახელმწიფოში სპორტი გვინდა თუ არა ბავშვებისთვის და ახალგაზრდობისთვის? პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ პროფესიონალური სპორტი ეს არის პირამიდის თავი. და სანამ პროფესიონალური სპორტსმენი განვითარდება და გადაწყვეტს, რომ პროფესიონალურად ჩაერთოს და მისი ცხოვრების წესი იყოს პროფესიონალური სპორტი, მანამდე აუცილებელია მასობრივი სპორტის განვითარება. ეს პირველ რიგში ეხება განათლების სისტემაში თუ როგორ მიმდინარეობს სპორტის განათლებასთან დაკავშირებით, რა პრობლემებია. მე შემიძლია წაგიკითხოთ, იმიტომ რომ წამოვიღე ეს მონაცემები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის მონაცემები თვითონ გამოაქვეყნა, თვითონ შეაგროვა განათლების სამინისტროსთან ერთად და თქვენ თვითონ ნახავთ და მაყურებელი ნახავს თუ რა მდგომარეობაშია დღეს სპორტი მთლიანობაში და შემდეგ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ თუ როგორ შეიძლება ამის ყველაფერს გამოსწორება და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, რომ ეს ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს ქართული სპორტი. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში დაახლოებით 30% შემცირდა სპორტული ნაგებობები. ეკონომიკური არანეტარობულობის გამო გაუქმებული იქნა 170 სპორტული სკოლა. დაახლოებით 60,000 სპორტული სკოლა. გრძელდება სკოლების გაუქმება. გრძელდება. ეს ერთ-ერთი ინიციატორი ამის იყო, ერთ-ერთ თქვენ გადაცემაში თქვენ ახსენეთ, რომ პუტინი თანახმარ რომ იყო, აქეთ რო წამოსულიყო, ანუ პედოგეცე. დიახ, ყველაზე აქტიური რომ ეს ფაზები დახურულიყო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პრივატიზება ხდებოდა ამ შენობათა ნაგებობების და ეხლა კონკრეტულად იქ შემდეგ რა ხდებოდა? არა მხოლოდ ლაბორატორიის არის ლიბერტარული მოდგომა. გაქვს ფული ატარებაში სპორტზე, არა გაქვს ფული თავში ხაიხალე. კი ბატონო. ეხლა აი 2010 წლის მონაცემით 2180 სკოლიდან 1500 გააჩნია მეტნაკლებად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ანუ სტანდარტული დარბაზი. 600-ზე მეტ სკოლა საერთოდ არ გააჩნია ასეთი დარბაზი და ნუ სატარდება ფიზკულტურის გაკვეთილები ღმერთმა უწყეს. გარდა ამისა, თქვენ ბრძანეთ, რომ რამდენად ხელმისაწვდომია ამ სპორტული სკოლების გაუქმებამ ეს ბავშვებისთვის უფასო იყო. რა თქმა უნდა, მცველები სახელმწიფოსგან იღებდნენ ხელფასს, მაგრამ ამ შემთხვევაში დღეს უმრავლესობას სოციალურად დაუცველი
მოქალაქეების სამწუხაროდ ძალიან ბევრია საქართველოში, მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ დღეს ამა თუ იმ სექციაზე იარონ. ეს იქნება ცურვა, კალათბურთი, ფეხბურთი და ასე შემდეგ. მთავარი არის, რომ კანონი სპორტის შესახებ, რომელიც კიდე შევარდნაძის დროს დაიწერა, იქ არავითარი ცვლილება არ მოხდარა და უმთავრესი ჩვენი აზრით არის ის, რომ საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას. როგორ განვითარდეს შემდგომში სპორტი და ამის შესახებ ჩვენ მე და ბატონ ლევანი და ჩვენი მეგობრები კიდე საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენები და თეორეტიკოსები, მეცნიერები მუშაობდით ქართული ოცნებას თემატურ ჯგუფში სპორტის განვითარების შესახებ თუ კონცეფცია როგორ უნდა განვითარდეს სპორტი და მთავარი არის კიდევ საკანონმდებლო ბაზა. იმიტომ რომ ნებისმიერ ჩვენ ვემხრობთ უფრო ევროპულ განვითარებას. შეიძლება უკაცრავად გაწყვეტილებ აბატივ ჩვენ მაგრამ მე მინდა ლევან მე ვიცი რომ თქვენ მუშაობდით ამ სპორტის კონცეფციაზე. კიდევ ერთხელ უკაცრავად. მე მინდა ძალიან პოპულარულად მითხრა როგორ ხედავთ თქვენ სპორტის მნიშვნელობას და როლს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ახალგაზრდობის განვითარების საქმეში და როგორ უნდა მოხდეს? პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. აბსოლუტურად უანგაროდ შეიკრიბა ჯგუფი და მე მინდა გამოყვა, რა თქმა უნდა, ბატონი თამაზ თევზაძე, რომლის ნამუშევარი, საბაზისო ნამუშევარი იყო ეს კონცეფცია, რომელიც ჩვენ და საუბედუროდ, მაგრამ ჩვენ და სასიკეთო და ხელისუფლება ვერ მიიღო, ან არ მიიღო, იმიტომ რომ მათი ინტერესი და პოლიტიკური ინტერესი არ იყო ამ მხრივ სპორტის განვითარება, მაგრამ რამ მხრივ უნდა განვითარდეს სპორტია, მათი კონცეპტუალური ხედვა არ ჩანს საერთოდ. ყოველ შემთხვევაში მე ვერსად ვერ დავინახე, იმიტომ რომ 96 წლიდან ფაქტიურად არ შეცვლილა კანონი სპორტის შესახებ. ეს არის შევარდნაძის დროინდელი კანონი მიღებული, შეცვლილია ორჯერ, ისიც სახელის გადარქმევა და უწყებების შეერთება. ეს არის ჩვენი სპორტის კანონი. სხვა მხრივ არანაირი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელზეც უნდა იდგეს დღეს სპორტი, კანონმდებლობაზე არ არსებობს. თუ გადავხედავთ ანალოგიებს ევროპაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სპორტი ევროპული მიმართულებით უნდა განვითარდეს და ვერ იქნება ვერანაირად სხვა მისაღები, იმიტომ რომ უკეთესი არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრი რა ვნახეთ, მოვიძიეთ ლიტერატურა, ვნახეთ ანალოგიურ ქვეყნებში როგორ ვითარდება სპორტი, რა არის მთავარი დასაყრდენი და რა თქმა უნდა მთავარი დასაყრდენი ის არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლიტიზაცია და დეცენტრალიზაცია დარგის. თუ ეს არ მოხდა, ხო, ჩვენ იმ შედეგებს მივიწყეთ, რაც დღეს არის რა, კონკრეტულად ერთ კაცზე, ანუ პიროვნებებზე კაცზე ვიღაცა პრეზიდენტზე არ მაქვს ლაპარაკი, კონკრეტულ პიროვნებებზე დგას და პიროვნებების გადაწყვეტილებებზე სპორტის სისტემა რა. თავარი მაინტერესებს კიდევ ერთხელ ბატონო მაყურებელს, რომ სპორტის მნიშვნელობა თუ ჩვენ შეიძლება სპორტს დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ და უნდა მივანიჭოთ შებრმაწმენა და მაგრამ ხელმისაწვდომობის საკითხი როგორ და ანუ ეს შენი ჩემი ნუგზარის პეტრეს და პავლეს საზრუნავი უნდა იყოს თუ უნდა უთხრა რომ კი ბატონო შენ მიხედე შენ თავს და შენ შვილს ვერაფრის დიდებით ვერ ეტყვი შენ მშობელმა ან ვიღაცამ ჩვენ შვილებს რომ შენ მიხედე შენ თავს ესეთი რამე წარმოუდგენელია თანამედროვე სპორტში სპორტია და ეს არ არის ლოზუნგი არის, მაგრამ ნამდვილად ის ლოზუნგია, რომელიც უხდება სპორტს, რა. სპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის. ამისთვის შენ უნდა შექმნა წინაპირობები და ეს წინაპირობები არის საკანონმდებლო ბაზა, მოხდეს საერთო დეპოლიტიზაცია და მოხდეს პროფესიონალურების მაქსიმალურად ჩართვა ამ დარგში და მოხდეს შემდგომ უკვე იმ დარგების აღორძინება კერძოდ, რაც მთავარია, ეს უნდა მოხდეს განათლება და სპორტი აუცილებლად, ჯანმრთელობა და სპორტი ჩვენ რაზეც ვიმუშავებთ, აუცილებელია, რაზეც დგას დღეს თანამედროვე სპორტი და აუცილებელია აღდგეს, რაზეც მე ვიცახი პირველ რიგში, რაზეც უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო. ეხლა ვის გუნდი ეყოლება და ვის სპონსორი ეყოლება, ეს ცალკე თემა, რომელიც ამ მთლიან საერთო კონცეფციაში რა თქმა უნდა ზის როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ აქამდე სანამდე შენ მიხვალ იმ პროფესიონალურ სპორტამდე უნდა არსებობდეს სწორედ ის წინაპირობები კონკურენტუნარიანი გარემო, რომელიც დღეს ჩვენთან არ არის, კონკურენტუნარიანი გარემო რას ნიშნავს? არანაირი კლუბური სისტემა არ არსებობს ჩვენთან. იქნება კლუბური უწყებების კონკრეტული მინისტრის ხასიათზე, შემდგომ ამ მინისტრს გადაიყვანენ სხვაგან, მოვა ვიღაც მინისტრი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს, იშლება გუნდი. მარტივ მაგალითს გეუბნებით. გორის დილას მაგალითი. მთელი რესურსი წავიდა იმაზე, რომ უნდა მოხვედრილიყო ეს გორის დილა ლიგაზე, UEFA-ს ჯგუფურ ეტაპზე. ვერ მოხდა. დაითხოვენ წვნელი, დაითხოვენ ახლა პრეზიდენტს, დაითხოვენ ფეხბურთელებს გაუშვებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ დაიშლება გუნდი და არანაირი
პერსპექტივა არ ექნება ამ გუნდს მომავალში. მე რა თქმა უნდა ეს ღმერთმა ქნას ეს გუნდი არსებობდეს კიდე 100 წელი, მაგრამ სისტემურად არასწორია ეს ყველაფერი. ამიტომ სწორედ ამ სისტემის ჩამოყალიბებაზე დღეს ლაპარაკობთ. ჩვენ რომ ჩამოყალიბდეთ ნორმალურ სპორტულ ქვეყანად რა, ამისათვის საჭიროა სწორედ ეს სისტემური მიდგომა. რა თქმა უნდა, გამოცდილების გაზიარება, რომელიც ევროპაშია, პირდაპირ გადმოღებით კი არა. იმ რესურსის გამოყენება ჩვენ რო ვიძახდით, საუბრობდით, რომ აი რა იყო ჩვენთვის სპორტი. ჩვენ იქიდან უნდა დავიწყოთ, თუ ნიკოლაძემ შექმნა შევარდენი ესეთი სპორტული საზოგადოება, სპორტული კლუბი, სადაც მოხვედრა, ვარჯიში და შეჯიბრებაში მონაწილეობა ყველას თავისუფლად შეეძლო გამომდინარე თავისი ნიჭისა თუ უნარისა. ამიტომ სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ეს უკაცრავად ვიღაცა კონკრეტული პირის ზრუნვის საგანი. ეს უნდა იყოს ქვეყნის და ქვეყანა თუ შექმნის ამ სისტემას, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ის განშტოებები, პროფესიონალური სპორტი თავარია რა, ეს ბავშვთა სპორტი, ცალკე მასობრივი სპორტი და ჩვენ მივდივართ პროფესიონალურ სპორტამდე რა. ამიტომ ეს ყველაფერი არის ერთობლიობაში და ამის ზრუნვის საგანი უნდა იყოს სახელმწიფო და ხელისუფლება. ჩვენთვის კიდე ერთი თავი რამეს დავამატე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სპორტის კონცეფციის ძირითადი ის ძირითადი პრიორიტეტები, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ამის მისაღწევად, ხო, იმ პარტიამ, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, მიიღო და თავის ესე იგი პროგრამაში აისახა. მე ვერ ვნახე, თქვა, სხვა პოლიტიკური პარტიები, რომელსაც სპორტზე რაღაც ამდაგვარი ქონოდეს ან ადრე, ან ახლა. ჩვენ სპორტის მნიშვნელობაზე გავაგრძელებთ საუბარს რეკლამის შემდეგ. გრძელდება კონსულები, ჩვენი სტუმრები არიან დუგზარ კანდელაკი და ლევან ყიფიანი. ჩვენ ვსაუბრობთ ამჯერად უკვე ვსაუბრობთ ახალ კონცეფციაზე სპორტისა. ლევან სამ ჩაგეკითხებენ, ნუ გზას ვიდევ კითხო მე და მე ამ ახალ კონცეფციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თქვენ სპეციალისტები ბრძანდებით, მაგრამ ეს ვხედავ სპორტის მნიშვნელობა რომ იყოს შეგრძნებული, ეს რამდენად იქნება ხელმისაწვდომას ისევა. მაგალითისთვის მოგიყვანთ. იმ ძალიან ცუდ ქვეყანაში რომ საბჭოთა კავშირიც ვეძახი და რომელსაც დავახციეთ თავი, ახლა ამ ტერიტორიაზე ზუსტად სადაც ახლა ჩვენი მოუწყებლობა საიდანაც ვიდეს, იყო ლოკომოტივის სტადიონი, მე აქ ვცხოვრობდი ძალიან ახლოს და აქ დადიოდა ნახევარი თბილისი და ძალიან კარგად მახსოვს 3 მანეთი თუ 3 მანეთი და 50 კაპიკი ღირდა აბონემენტი და ბავშვებისთვის იმ ცუდ ქვეყანაში ეს იყო სრულიად ხელმისაწვდომი. რატომ? იმ ქვეყანას ჩვენ საზარბაზნო ხორცეთ ვჭირდებოდი თუ მომავალი ომებისთვის ვჭირდებოდი, რაღაცისთვის ვჭირდებოდი, მას ჭირდებოდა ჯანსაღი თაობა, რათა უფრო დაცული ყოფილიყო ან თავის ექსპანსია განახორციელებინა. ჩვენი ამოცანა ხო ზუსტად ეს უნდა იყოს. ეს არის თუ არა ის საშიც ფული უნდა ჩავდოთ საზოგადოებამ. აუცილებლად, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ სკოლის დირექტორად მუშაობდი და იქ სამედიცინო გამოკვლევა ჩაატარეს ექიმებმა და 85%-ს ბავშვებისაც აღმოაჩნდა სკოლიოზი. ეს ძალიან ცუდი კატასტროფაა პრაქტიკულად. გარდა ამისა, მე-9 კლასიდან უკვე გოგოების და ბიჭების უმრავლესობა სიგარეტს ეწევიან სკოლებში, ეს კატასტროფული შედეგია, ანუ ეს იწვევს უამრავ დაავადებებს და ამიტომ თუ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომიკა გავაუმჯობესეთ, ბიზნეს გარემო გავაუმჯობესეთ, ვისთვის უნდა გავაუმჯობესეთ თუ ჯანსაღი თაობა, ჯანსაღი შვილები და შვილიშვილები არ გვეყოლება. ამიტომ ხელმისაწვდომობა ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და ეს ჩადებული ამ კონცეფციაში როგორ უნდა მოხდეს, ზუსტად კანონზე როცა ვსაუბრობდი ჩვენ ევროპაში არის ასე გარკვეულწილად რაღაც პროცენტს დებს სახელმწიფო, რაღაც პროცენტს უკვე კერძო სტრუქტურა. ეს კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული. დღეს აბონემენტების ფასი იგივე ცურვაზე რაც თქვენ ახსენებთ. ნუ მე არ მგონია რომ საშუალო ფენის ოჯახმაც კი შეძლოს, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირია და ცურვა ეს ისეთი სპორტის სახეობა რომ ადამიანის ბავშვისთვის მით უმეტეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ასევე სპორტის ნებისმიერი სახეობა და გაწყვეტილებ განუწყვეტლივარი საუბარი თავდაცვის უნარიანობაზე ლოზუნგებია, მე ვიტყოდი ესე იგი წივილი, კივილი 90% რო ტყუილია და რა რეზულტატს ამზადებ თუ ახალგაზრდას არ იწყებ ცურვას არ ასწავლი, კალდეზე ცოცვას არ ასწავლი, სირბილს არ ასწავლი, ჯანსაღი არ არის, რა რეზულტატს ამზადებ ახლა იმას მე ხელკეთს რო აძლევ და ვაყურებინებ ადამიანების საბატყებას როგორ აბაზებდა და აი ახლა როგორ უნდა დაფინანსდეს ლევან გაცხოვდა ეს როგორ ხედავთ თქვენ ამას? ჩვენი ხედვით ძალიან კარგი რამ იყო, როცა ქართულმა ოცნებამ კოალიციამ განაცხადა, რომ მაქსიმალური თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა მიეცეს თვითმმართველობებს რეგიონებში.
ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ თვითმმართველობებმა დააფინანსოთ კონკრეტულად რეგიონში, თავის რეგიონში კონკრეტულად სპორტის სახეობები, ანუ ჩამოყალიბდეს ჩვენ გქონდა ესეთი რამ, ესე იგი უნდა ჩამოყალიბდეს კლუბები, როგორც რეგიონებში, თქვა თვითმმართველობის ბაზაზე, ასევე უნდა ჩამოყალიბდეს კლუბები, როგორც სკოლებში, ისე საუნივერსიტეტო, უმაღლეს საგანმანათლებლო დონეზეც რა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არ გამოირიცხება, რა თქმა უნდა, კერძო ინვესტიცია, იმიტომ რომ ყველა კლუბს თავისი სპონსორი ყავს და გამომდინარე მასიურობიდან შენ უფრო ადვილად შეგიძლია მოიპოვო დამფინანსებელი. ასეთ და ჩვენ ესე იგი ამ თვითმმართველობების დამოუკიდებლობას და შესაბამისად მათ ბაზაზე კლუბების ჩამოყალიბებას ჩვენ ვდით, რა თქმა უნდა, თვითონ კონტინგენტს. ასეთ შემთხვევაში ხელმისაწვდომობა იქნება დაცული და ყველა თქვა იგივე რაიონებში დღეს რა სიტუაცია, რომ ბავშვი თუ არის ნიჭიერი, იგი ვერ მიდის კლუბში, იმიტომ რომ კონკრეტულად რომელიღაც სოფელში არ არის არანაირი კლუბი, არანაირი სპორტით დაკავებით შანსი არ აქვს ბავშვს, თუ მას შესაძლებლობა აქვს მოდის თბილისში, ან უახლოეს დიდ ქალაქში, რაც არის ძალიან პატარა პროცენტი რა. ჩვენ გქონდა ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩვენ ფეხბურთში გვაქვს ესეთი კონცეპტუალური ხედვა სტრატეგია ფეხბურთის განვითარებით, გქონდა იგივე რეგიონებში დაახლოებით 9-10 რეგიონში უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის განვითარება 4 მოედანი, ანუ მოედნების გაშლა მთელი საქართველოს მასშტაბით და სწორედ ანუ მიაგნო ბატონმა ბიძინვამ, როცა რეგბის განვითარების პროგრამა შედგა და სწორედ რეგბისტებმა პირველებმა და ჩემთვის ძალიან გასახარია, რომ ეს სპორტი ფლაგმანი გახდა ჩვენი სპორტისთვის და სწორედ აი ერთმა თქვათ გადაწყვეტილებამ, სწორმა გადაწყვეტილებამ რაღაცა დონეზე მიაღწია შედეგს. ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება მთელ ქვეყნის მასშტაბით. რა ხდება? მოხდა მოედნების რეკონსტრუქცია, ან კიდევ ახლების გაკეთება. მიმდინარეობს ეს პროცესი, რამაც გამოიწვია ბავშვებით დაკავება და დაახლოებით 17-18,000-ია უკვე რეგბისტი საქართველოში. როცა საქართველოში თქვა ფეხბურთი იყო 25,000 და მისი რეგრესი მოდის და ეცემა ბავშვების რაოდენობის მისვლა, იმიტომ რომ საფეხბურთო მოედნები აღარ არის. ანუ შესაბამისობაში ხა რა მოხდა ამ შემთხვევაში და რა იწვევს იმ შედეგს, როცა ინფრასტრუქტურას არასწორად epყრობი. მაგრამ ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის განვითარება სწორედ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს და არა, რა თქმა უნდა, ვიღაცას კერძო კლუბის შეძენაში, თქვათ კალათბურთის გუნდის შეძენაში ან რაგბის გუნდის შეძენაში თუ უნდა მოედანს გააკეთებს და ჩადებს ინვესტიციას. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მითამაშოს ამაში როლი. თელს სოფლიოში მუნიციპალიტეტები აფინანსებენ მოედნების გაშენებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით რა. და ამიტფასდება მუნიციპალიტეტი კარგია თუ სუდია და იქ ხდება პროფესიონალური სპორტის, მასობრივი სპორტის, ბავშვთა სპორტის თავმოყრა. ნუ გაიარო ევროპაში ხო, ნახავ დილის საათებში თავისუფალია მოედნები, მაგრამ როგორც კი ირთვება პროჟექტორები და თქვენ ვერ ნახავთ ერთ ადგილს თავისუფალს. ანუ ჩართულობა მაქსიმალურია ამ შემთხვევაში, ანუ ხელმისაწვდომია ყველასთვის, დამფუძნებლისთვისაც, პროფესიონალისტვისაც, მოყვარულისთვისაც და რა თქმა უნდა ეს უნდა გადმოვიყოთ. და ამბობთ იმას დასტურგზარმა თქვა, რომ სკოლები, ესე იგი იწყება ის ფიზკულტურა, თქვა ესე იგი როგორ დონეზეა. ხო, ეს საკეთება, როგორ მოდის ის სექცია, ეგრე სექციამდე და შემდეგ როგორც გადადის. და ახლა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს ხო თავისთავად არის და კურიოზი არ უნდა იყოს, ჩვენ თუ გვინდა გადარჩენა, ჩვენ თუ გვინდა სხვა ერებს შორის დგომა, რასაკვირველია სპორტი არის ის აუცილებელი ხერხემალი, მით უმეტეს ჩვენ პატარა ქვეყნისთვის ხო სულ რამდენი მილიონი ვარ და ნუგზარ მე მინდა კითხო შენ პროჟექტ გვისაუბრია ამაზე შეცვალე. თვითონ სპორტის როგორც ეროვნული იდენტობის და ჩვენი ეროვნული თვითყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. არ თავზავნებთ, იმიტომ რომ მე ვერ წარმოვიდგენი ახლა ნებისმიერი ქართველი, როდესაც თუნდაც ამ ბოლო ოლიმპიადაზე ჩვენი ძიუდოისტის გამარჯვებას უყურებ და თუ რამხელა სიხარული გამოიწვია ამ გამარჯვებამ, ხო? ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩვენ სისხლშია, სპორტი გენეტიკურად მოყვება ჩვენ ქართველებს, იმიტომ რომ ამას ისტორიული წყაროებიც გვეუბნებიან და იმ ძოლებში სხვანაირად ვერ შევიდოდა ქართველი თუ არ იქნებოდა მომზადებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. იმიტომ რომ მე არ მგონია ვინმე შეკრიბოს ამდენი რაოდენობა ხალხის, როცა დაუშვათ სტადიონზე საქართველოს ნაკრები თამაშობს, ან ძველ დროს თუ გავუსწრებთ თბილისის დინამო თამაშობდა და კვირაობით გრძელდებოდა ხოლმე მოგებული თამაში, მე განხილვა და სიხარული იყო და რაღაცა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი კი იყო მაშინ, მაგრამ შეპრაქტიკულად ეთამაშებოდი სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებს.
და გამოდიოდა რომ შენ უგებდი იქ ბელორუსიის ნაკრები იქნებოდა, რუსეთის ნაკრები იქნებოდა, უკრაინის ნაკრები და ეს იმ პერიოდში განსაკუთრებით ჩვენ იდენტობაზე მოქმედებდა. ეხლა CSKA-ს რო მოუგო თბილისის დინამოს სასახლეში ვამოუკაჩა მე მგონი 30 კულა ეს ხომ არ იყო უბრალოდ კალათბურთის მოგება. ეს გამარჯვება იყო იმ შემთხვევაში რუსებზე გამარჯვება იყო პირდაპირ შეგვიძლია. და ის მეტად ჩლიდა შეიძლება საბჭოთა კავშირის და ის იყო ნამდვილი ესე ვთქვათ იმპერიის წინააღმდეგ მიმართული და არა ესა ჩხავილი ახლა რუსეთის ხოლმე. ჩვენ საუბრობდით ამ განათლების სისტემაში სპორტის განათლებასთან დაკავშირებით და ეს არა მარტო სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს, ეს უნდა იყოს სკოლამდელი და ჩვენ პროგრამაში ეს გვიდევს, იმიტომ რომ ბავშვი ჯერ უნდა მოემზადოს ფიზიკურად ელემენტარული რაღაც გამოხმნეველი ვარდიშები და ამიტომ სკოლამდელი ასაკიდან უნდა დაიწყოს, შემდეგ ეტაპობრივად უნდა მოხდეს სკოლაში უკვე რაღაც ეს პროგრამულად უნდა მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს მეთოდურად სახელმძღვანელოები მეცნიერულ დონეზე უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ სპორტის აკადემიის გაუქმებამ გამოიწვია ის, რომ კადრები საერთოდ აღარ არის. აი ახლა საერთოდ დანაშაულია ახალი კანონი მიიღეს განათლების შესახებ, რომ სექციები, ანუ სპორტული სექციები უნდა იყოს სკოლაში და მოსწავლე შეუძლია აირჩიოს მინიმუმ 3 სახეობიდან კალათბურთს აირჩევს, ან ჭადრაკს, ან ფეხბურთს, მაგრამ სპეციალისტი ხო უნდა იყოს იქ დაუშვათ. შეიძლება ეხლა ერთ სკოლაში უცებ კალათბურთის მწვრთნელიც ერთი იყოს, ფეხბურთის მწვრთნელიც ერთი იყოს, სპეციალისტები სამწუხაროდ არ არის. მეთოდოლოგიურად, მეცნიერულად ეს პროგრამები არ არის, როგორ უნდა არ არის რას გულისხმობ, ამის პოტენციალი არის, იმიტომ რომ რესურსი არის ნამდვილად ამ პროგრამაში, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ვამუშავებთ იქ ის ხალხის, ეს პროფესორი ხალხი და აკადემიკოსი ხალხიც არის ჩართული, ვინც წლების განმავლობაში ამ საქმით იყო დაკავებული, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა ცოტა მიხვდნენ, მე მგონი და რაღაცას აპირებენ მაგვარს გაკეთებას აკადემიის, მაგრამ რა დონეზე იქნება და როგორ იქნება ვერ გეტყვით. ამიტომ რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარი რეკლამა ჩვენს ეთერში. გზადება კონსილიუმი, ჩვენ საუბრობთ სპორტზე, ჩვენი სტუმრები არიან და კონსილიუმის წევრები არიან დღეს ნუგზარ კანდელაკი და ლევან ყიფიანი. ლევან, ანუ ჩვენ ასე ვთქვათ სპორტზე ვთქვით და ახლა ეს არ არის ასე ვთქვათ საკამათო არ ვიკამათოს ერთი მხრივ არის ესე იგი ჯანსაღი ეროვნული ცხოვრების წესი, აი რესურსი, რასაც ეფუძნება საერთოდ ესე ვთქვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი სახელმწიფო ადამიანები, ახლა სხვა ხო არ არის. ეს არის ესე ვთქვათ შემართული ადამიანი, ეს არის ამავე დროს აი ეს ნამდვილად პატრიოტი ადამიანი, ესე ვთქვათ უფრო წარმატებული ადამიანი და აქედან გამომდინარე, სულ არის სპეციალისტებზე საუბარი, ჩვენი იდენტობის საფუძველი და ვთქვათ ჩვენ არ არის დრო თორე ვიტყოდით როგორ მზადდებოდა ჩვენი დამოუკიდებლობა ბევრი რამით, ბევრი ეროვნული მოღვაწეობით და მათ შორის იმ დიდებული სპორტსმენებით, რომელიც იმ გამარჯვებებით გვინერგავდა რწმენას, რომ ჩვენ მაგარი ადამიანები ვარ და ჩვენ გვეკუთვნის დამოუკიდებლობა, ესე არ არის ახლა მაგარი წიგნები იწერებოდა, მაგარ კინოს ვიღებდა, მაგრამ მადრიდულ კალათბურთში მოუგებდა, ევროპის თასს რო აიღებ, ინგლისის გუნდებს რო ესე ვთქვათ მოუგებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მერე მოგინდება ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ესეთი წარმატებები. ეხლა ეს მითხარი, აქედან გავნი ხშირად ისმის ესეთება ვერაული და სპორტსმენები პოლიტიკაში. ამაში განსაკუთრებული სიტუაცია. მე მართალი გითხრათ, მაგრამ იყოს, მხატვრები პოლიტიკაში თუ უნდა იყოს, ფილოლოგი უნდა იყოს თუ არა და რა არის პროფესია, რომელიც უნდა იყოს და რომელიც არ უნდა იყოს. მე ვერ დავეთანხმები ვერანაირად ამ თემას, თუ რატო უნდა იყოს სპორტსმენი. სპორტსმენი რა მოქალაქე არ არის, არ აქვს თავისი გამოხატვის უნარი თუ როგორ უნდა იყოს მოწყობა ქვეყნის, არ უნდა აინტერესებდეს თავისი ქვეყნის ბედი ელემენტარულად. უკაცრავად საბერძნეთში ვინც არ მონაწილეობდა ძველ საბერძნეთში ვიძახდი, ხო, ის უკაცრავად მტერი ხდებოდა და განიდევნებოდა, ხო, იმიტომ რომ პოლიტიკურ აქტივობას არ გამოხატავდა. ასეთ შემთხვევაში ადამიანი როცა გამოხატავს თავის ნებას და ამ ნებას შენ ვიღაცა უშლის და ვიღაცა ეუბნება დირექტივას, რომ იცი შენ სპორტსმენი ხარ და წადი რა ფეხბურთი ითამაშე, ან წადი რა კალათბურთი ითამაშე. ვისა აქვს ამის უფლება? სპორტსმენი იქნება თუ მსახიობი, ყველა ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის შვილები, ჩვენ ყველაც ერთნაირად ან განცალკევებით სხვადასხვა აზრი გვაქვს კონკრეტულ მოცემულ თემებზე, ხო? მაგრამ ხმამაღლა გადმოცემა ყველას აქვს უფლება, ეს არის ელემენტარული ადამიანის უფლება. შენ როცა ადამიანის უფლებას ზღუდდა, ვის აქვს ამის უფლება, ხო? ამიტომ დღეს ჩვენთან რაც ხდება, ეს სპეციალურად ხდება, რომ თითქოს სპორტსმენები რატო არ უნდა იყვნენ სპორტსმენები. პირიქით, სპორტსმენებიც უნდა იყვნენ, მსახიობებიც უნდა იყვნენ. უბრალოდ ჩვენი უბედურებაა ის, რომ დღეს სპორტსმენი, მსახიობი ტოვებს თავის საქმიანობას, ძირითად საქმიანობას, ხო?
და მიდის იმ საქმეში, ხო შეიძლება ვიღაცა უკვე ზაზა პაპუაშვილი მე დარწმუნებული ვარ პოლიტიკაში არ წამოვიდა თავის ქვეყნის ბედი რო არ აინტერესებს, მაგრამ გადადგა ის ნაბიჯი და თეატრიდან წამოვიდა, ეს მისი სიტყვებია. მე ვდგამ ამ რთულ ნაბიჯს ჩემთვის რომ მოვდივარ თეატრში და მივდივარ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა ეს კაი ცხოვრებიდან არ არის. მე უკაცრავად მსახიობებზე არ გადავდივარ, მაგრამ კარგად ავდა. ზუსტად რაც ეს მინდა ვკითხო რომ ძალიან ხშირად ეს გამოიყენება, ეს სპორტსმენი არ უნდა იყოს, მსახიობი არ უნდა იყოს, ფილოლოგი არ უნდა იყოს. და ამას როგორც წესი ამბობენ ხოლმე ადამიანები, რომელსაც არ აქვს პროფესია. თვითონ ამით უნდათ ხელოვნურად დაბლოკონ თითქოს და მე რეიწყება მსჯელობა რომ უნდა იყონ თუ არა. არა ეს არის დისკრედიტაციის ერთ-ერთი ფორმა. და თითქოს ესე ამბობენ რომ აი სპორტსმენია და ესე ამბობენ და უკან მიდის და არა კაცო ამან მეტი ხარაფერი არ იცის რა ეგეთ სიტუაცია ხარ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვეთანხმები ლევონს და ეს აზრი ჩემის აზრით არ არის მართებული, იმიტომ რომ თუნდაც პარლამენტში მუშაობის დროს იქ არის დარგობრივი ქვეკომიტეტები, ხო, სპორტის ხელოვნების და ამ ხალხზე კარგს ვის მონახავს შენ და ვის ნახავ რომ დავუშვათ იგივე სპორტის განვითარებაზე, საკანონმდებლო დონეზე, იგივე მეცნიერებულ დონეზე, იგივე კულტურის დონეზე ამ ხალხს ყველაზე მეტი გამოცდილება. ეს არ ნიშნავს რომ ყველა სპორტსმენი და ყველა მსახიობი და ყველა მუშა პარლამენტში უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არისტოტელეს აქვს ადრე ნათქვამი რომ კაცი რომელიც ეთქვის რომ მე პოლიტიკა არ მაინტერესებს ის მონაოდა. ეხლა არისტოტელთან ჭიდილი ცოტა რთულია, იმიტომ რომ მართალი ბრძანა ლევანმა რომ ადამიანს მე თუ არ მაინტერესებს ჩემი შვილიშვილების მომავალი როგორ ქვეყანაში ცხოვრობენ და როგორ სახელმწიფო იქნება რაუფლება აქვს მართლა ვინმესო თქვა ასე შენ სპორტსმენი ხარ და წადი მიხედე შენ 150 კაცი იყო პარლამენტში და ძალიან მონდომებულმა თუ თქვენ კომპეტენციას არ ენდობიან ძალიან მონდომებულმა ტელემაყურებელმა შეუძლია თავისთვის ჩამოთვალოს და თუ არ ეყოფა ორივე ხელის თითები ვისაც გაიხსენებს საერთოდ ამ პარლამენტიდან. ანუ ეს არის ბანალური ჭეშმარიტება რომ რა პროფესიის იყო ჯერ ერთი ადამიანი ძალიან რთულები რომ სპორტსმენი რო იყო შეიძლება ის ამავე დროს იყო მათემატიკოსი, ეკონომისტი და ბევრი სხვა პროფესია ჰქონდა, მაგრამ შევაფასოთ ის რა საპარაკობს და რა გეგმა და რამდენად გულწრფელია. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია სხვა თუ შენი მონაწილეობა თქვათ ამ საპარლამენტო თქვათ დებატებში არ უნდა იყოს ნომინალური, შენ უნდა მონაწილეობდე, იქ უნდა შეგქონდეს ახალი წინადადებები, იდეები. სწორედ ეს არის, მაგიტომ არის ეს პარლამენტი შექმნილი, რომ ასთა სხვადასხვაობა უნდა იყოს, ხო? რა თქმა უნდა ჭეშმარიტება მე უმრავლესობა უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი, მაგრამ თავარია რომ ჩვენ ნომინალურად არ ყავდეს სპორტსმენები როგორც ესეთი სპორტსმენები, ანუ გადაწყვეტილების მიმღებები უნდა იყვნენ და ინიციატივების შემტანები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივალთ იმ ნორმალურ საზოგადოებამდე და სწორედ ეს პროცესია ნორმალური საზოგადოებით ჩამოსაყალიბებლად, სადაც სპორტსმენი, მსახიობი, ფილოლოგი თუ იურისტი ერთად იქნებიან და ერთად გადაწყვეტენ სახელმწიფოს მეტუკმართობას თუ მომავალს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ სპორტსმენებმა მიიღონ იმიტომ რომ მონაწილეობა ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ჯანმრთელები, გონებრივად, ფიზიკურად, აქვთ ახალი იდეები, შემდგომ ახლა ის სპორტსმენები, რომლებიც წარმოდგენილები არიან თქვენ ქართული ოცნებით, გარკვეული გზა გავლილი ევროპაში, სოფლიოში, მათ იცნობენ, მათ დიდი გამოცდილება აქვს ურთიერთობების, კავშირების, ხო, მნიშვნელოვანია ესეთ დროს, რა თქმა უნდა, მომავალში მათაც პასუხი მოეთხოვებათ კონკრეტულ შედეგებზე, ხო? ამიტომ მათ იციან რა ნაბიჯის გადადგეს, მაგრამ ისინი არ უნდა იყვნენ მოტივირებულები, რომ აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა კონკრეტული ფედერაციების მუშაობაში და ზემოქმედება მოახდინონ რაღაც გადაწყვეტილებებს. არამედ შექმნა ნორმალური საზოგადოება, რომლებიც მიიღებენ კანონებს, რომლებიც ამუშავებენ იმ ჩვენ ჩამკვდარ დღეს სპორტულ საზოგადოებას, რომელიც მინდობილია უკაცრავად და მე რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, მთელი უბედურება ეს არის, რომ ძალიან მივენდეთ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსი ყველა ადამიანი შეუძლია გახდეს რა და მე ამას წინათ უყურებდი ერთ-ერთი კანდიდატის ამერიკაში პრეზიდენტის კანდიდატის შეხვედრა იყო, გამოვიდა კლინტ ისტვუდი, მსახიობი და პირდაპირ დაუჭირა მხარი კონკრეტულ პიროვნებას, ხო? რას ნიშნავს ეს, რომ ის არის, რა ქვია, რაღაც გადაწყვეტილებებში იღებს მონაწილეობას, არის ის მისი პოზიციაა და მე იმღერა, თქვა ბარბარა სტრეიზანდი, რა მოხდა? არ ფერმოხდა კი არა, ეს არის უკომპლექსო დამოკიდებულება, რომ საკუთარი აზრი უნდა გამოხატო. ყველამ უნდა გამოხატოს საკუთარი აზრი, ხო? ვინც არ უნდა იყოს, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, ხო? მაგრამ ეს თუ ძალდატანებით ხდება, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალდატანებითი რა. ჩვენთან ბევრი რამე ხდება ძალდატანებით რა. ჩვენ კომპლექსებისგან უნდა გამთავისოთ. და ჩვენ შეიძლება ერთი რამეც არის პრობლემა, რომ სპორტი თვითონ ჩვენ ხომ ღმერთმა გვაშორო ზომები და ომი ჩვენი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ხომ არ არის ის იარაღი, რომელიც საქართველოს მაინც და მაინც უნდა აირჩიოს, მაგრამ ამავე დროს
ამა თუ იმ ფორმით ახლა შეიძლება ზუსტი არ არის ბრძოლა მაინც ამ დედამიწაზე ცხოვრება და ყოველთვის ესე იყო და სპორტი ალბათ ჩვენი თვითდამკვიდრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ბავშვს უნდა კონდეს დაწყებული იქიდან რომ მას ასპარეზობა თავისი წილი აი შენ რო თქვი ოლიმპიადაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მონაწილე თავისი წილი ოლიმპიადა უნდა გავლილი კონდეს ეზოში უნდა კონდეს ისიწარე უნდა კონდეს დანახი რომ ბურსა აცილა იქ წაქცეული უნდა იყოს ასპარეზობისთვის ოლიმპიადა ასპარეზობის ის უნდა კონდეს აი რო იტყვიან ძარღვი და ჯინი უნდა კონდეს ასე მე აქ უნდა კონდეს მე იმიტომ რომ სხვანაირია სპორტსმენი ადამიანი ძლიერი ადამიანია ფსიქოლოგიურად სხვანაირია, ფიზიოლოგიურად სხვანაირია. ძალიან ხშირად ჩვენ სხვადასხვა აი რომ წიგთან დამოკიდებულებაში გარკვეულია ბევრი ვინმე საკითხი, მაგრამ ბევრი პრობლემა იქიდანაც არის, რომ სპორტთან მიმართებაშიც არის გარკვეული ძალიან ბევრი ვინმე საკითხი. არასპორტულობა არის ძალიან ხელისუფლების სახასიათებელი და არასპორტული საქციელი. აი მე დავასრულოთ, იმიტომ რომ აი არასპორტული საქციელი არის წყილვადი, იმიტომ რომ სპორტული საქციელი არის ღირსეული საქციელი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მე ერთ მომენტს მნიშვნელოვანს გამოვყოფდი, სადაც დღევანდელ დაძაბულ სიტუაციაში ალბათ ყველა ხარეს ალბათ უნდა გქონდეს ეს შეთავსებული ჩვენში შინაგანად რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გქონდეს მოსმენის კულტურა. უკაცრავად ჩვენში შეიძლება დღეს სპორტის განვითარების რაღაც იდეები გაწუხებს, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რომელსაც უნდა მოусმინო თქვა და თუ იმას განსხვავებული აზრი აქვს, ეს არ ნიშნავს რომ იგი ქვეყნის მტერია. დღეს ჩვენ სწორედ აი ამ არჩევანის ზღვარზე ვართ, რომ ვისაც განსხვავებული აზრია, დღეს ის ქვეყნის მტერი ტრად ითვლება და შეირაცხება და ისეთი ეპითეტებით ამქობენ პირველი პირები, რომელიც უბრალოდ შეურაცხყოფელია ჩემთვის. სულ რო არ ვიცნობდი ადამიანს, მე პროტესტის ნიშანი მიჩნდება, ამით საწინააღმდეგო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ესეთი მიდგომები, ესეთი შეხედულებები ამ ქვეყანაში აღარ იყოს. რა თქმა უნდა, მე უიარაღოთ ვიცახით და ყველანაირი ზემოქმედების ჩემი სიტყვით, სიმართლის თქმით და ასე შემდეგ და ის ჯგუფი, რომელიც სპორტსმენები, რომლებიც გაერთიანდნენ და ვერთიანდები თქვათ ჩვენი ქვეყნის გარშემო, სწორედ აი ამას ნიშნავს, რომ სხვადასხვა აზრს კრიბავთ და შემდეგ საზოგადოებისთვის უნდა იყოს ეს ცნობილი. ეს რაღაც დეკლარაციის დონეზე არ გქონდეთ. ეს არის ჩვენი წუხილი და ამას ეს დავამატებ თვითონ მეცნიერებიც სპორტი და პითაგორა თუ მეხსიერება აღარ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 56 წელს იყო თუ 60 წლამდე. და არა მარტო რას ამბობენ, რომ პითაგორამო იმიტომ დაამტკიცა თავის თეორიებაო, იმიტომ კი არა რომ გეომეტრია იცოდა, მაგრამ იმიტომ რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. და შენ რომ ძალიან კიდევ ესე ვთქვათ, მეტოქის პატივისცემა ეს არის ერთ-ერთი სპორტის ის რასაც სპორტი გემუშავებს ნამდვილი ასპარეზობაშიც კი მოგებისთვის ყველაფერი არ უნდა გააკეთო და ყველაფერი არ უნდა იკადრო და მაშინ უფრო ბევრად უფრო ძლიერი ხარ. ჩვენ გვინახია ხოლმე ასპარეზობაზე ფორმალურად თითქოს დამარცხებული, მაგრამ უფრო გამარჯვებული ყოფილა და საერთოდ ჩვენ დავასრულოთ. ჩვენი ამოცანა არის და თქვენ შეუბატონებო ამაში გარკვეული ხართ, რომ ჩვენ გვინდა ძალიან დემოკრატია, რასაკვირველია და ჩვენ ამას მივახცევთ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვიყოთ სპორტული ქვეყანა. საქართველო უნდა გახდეს სპორტული ქვეყანა და ჩვენ არ გვინდა ის ადამიანები, რომლებიც არასპორტულად იქცევიან, მით უმეტეს წყვეტენ ქვეყნის ბედს. ჩვენ ამით დავასრულოთ, ჩვენ ხვალ შევხვდებით საღამოს 8 საათზე.